ბიჭია გამოვიდა ასე ვიღაცამ შეხვირა რომ ბიჭია და გაგიჟდა გადაირა შეირყა და ჩემი ჩიტი აბო სუ გაგიჟდა ამ ბიჭის ნიადაგზე სუ შეირყა გადარეული დადის და გვეშინია დედის ფუნქციებიც არ შეითავსოსო კიდევ კარგი რომ ბიოლოგიურად რაღაცები ხელს არ უწყობს და მოკლედ ექსკლუზიურად ნანუკას შოუში მამა ნიკამელია თავარი სტატუსი წარგადგინე ხედა მოგძანდი გილოცავ მინდა გისურვო რომ ჯანმრთელი იყოს შენზე ჯანზე იყოს კარგი მამის შვილია და ამიტომ კარგი ბიჭი იქნება ალექსანდრე რატომ იმიტომ რომ ძალიან მომწონდა ალექსანდრე სანდრიკა სანდროს დაუძახებთ და ყოველთვის გქონდა რატომღაც სურვილი რომ თუ ბიჭი მეყოლებოდა რომ ალექსანდრე დამერქვა და ასეც მოხდა უბრალოდ იმდენად აი მართლაც საოცარ განცდებში და ემოციებში ვარ ცხოვრებაში 35 წლის გავხდი ან მომდენო დღეს სანდროს დაბადების მომდენო დღეს დაიბადა სანდრა და მეორე დღეს დაიბადა მამა ოღონდ 35 წლის წინ 35 წლის წინ და ისეთი განცდებში და ემოციებში ვარ არასოდეს არ მქონია ცხოვრებაში აი ბედნიერებისგან მეოთხე დღეა უკვე პარტიკულად არ მეძინია მაქსიმუმ 6-7 საათი მეძინა და არც მეძინება აბსოლუტურად ბედნიერებისგან თითქოს ხელშეუხებელი განცდისგან მაქვს თავში აურზაური ნამდვილად და ველოდი რა თქმა უნდა რომ ეს არის რაღაც განსაკუთრებული განცდა მაგრამ ამდენად გემრიელი განცდა თუ იქნებოდა არ მეგონა და დაიბადა ადამიანი რომლისთვისაც კი არ ვფიქრობ უბრალოდ ვგრძნობ მთელი სხეულით რომ ღირს ყველაფერი აბსოლუტურად ყველაფერი სათხარ ეს გრომამას დაგიძახებს მე ფეხბურთზე რო დაგელაპარაკება მე რო იქ გეტყვის რომ გოგო მოწოს მე პირველად სკოლაში რომ პრობლემა ექნება ბაღში რომ გოგო მოჩეჩავს თუ მოჩეჩავენ თუ არა არ მოჩეჩავს ბიჭია სხვა ტიპის პრობლემა აი გაგიჟდები გადაირები და შეიძლება სულ შეიქნება განცდა რომელმაც პირდაპირ ვიტყვი გამომაშტერა და გამიშთა სურვილი და მინდა უკვე რომ ლაპარაკობდეს და ველაპარაკობდეს. მეც მალე იქნება შემაგაზა მე მოგენატრებად რომ ნეტა არ ლაპარაკობდესო. იცი რა მითხარი, ეხლა მივხვდი მამა რატომ ნერვიულობდა ხოლმე ხანდახან რაღაცებს. დიახ, არა მარტო მამა ჩემი რატომ ნერვიულობდა რაღაცებზე მივხვდი, ძალიან ბევრ რამეს მივხვდი. დაწყებული აქედან გარძელებული, სხვანაირად დავაფასე საერთოდ ქალბატონი და ქალი გადავაფასე აბსოლუტურად ბევრი ღირებულებები, ფასეულობები მივხვდი თუ რას ნიშნავს იყო მამას გრძნობ უკვე და რას ნიშნავს ხა თუ ეგეტარებინა რა გაგიძლებდა რომ ხოლოდათ ნამდვილად აი რა თქმა უნდა ბოლომდე ვერ ჩავწვდები ამას უკვე ვიგრძენი ის თუ რას გრძნობს ქალბატონი როდესაც ხდება დედა და მამაკაცებს ამ შემთხვევაში არ შეგვიძლია ერთადერთი რომ ფსიქოლოგიურად რაღაც დადებითი ატმოსფერო შექმნათ მათ გარშემო ეს შეგვიძლია ერთადერთი ნიკანორ რამდენი დაიბადა 3 და 500. რამდენია სანტიმეტრი? 54. და არის მოგოლიათო. აშკარად მოგოლიათო. მე დავიბადე 52 სანტიმეტრი, მე მაჯობა ეს დაიბადა 54. შენ თუ გაჯობა გოლიათი ყოფილა უკვე. იცი რა მითხარი? მაგრამ ამბობენ რომ ზურაბ ჭერაბერაშვილი 5 კილო დაიბადა, იცი? მართლა? ეს ვიღაცა მითხრა რა? საათესეთეს ნუ იქნება ზურაბ ჭერაბერაშვილი 5 კილო დაიბადა და საოცარი განცდა იყო, როდესაც დავტოვეთ სამშობიაროში 9 საათზე მაიკო და არა და დილით ვაპირებდით საკეისროს აპირებდა ამინა ქორიძე და გამოვედით დავტოვეთ სამშობიარო და ნუ საათნახევარში დამირეკეს რომ მე მგონი და მოხვიდიო და ამ გზაში სანამ მივედი დედამ დამირეკა დედა ჩემი იყო מחარობელი და რა ვიღე მეგონა რომ უბრალოდ მირეკავს ვინაიდან მიდიხარ და რეალურად უკვე მითხარ რომ გილოცავ შვილო მამა გახდიო და აი არ მახსოვს როგორ შევედი ამ სამშობიაროში აბსოლუტურად თაბრუ დამეხვა ბედნიერებისგან მეგობართან ერთად ვიყავი რაღაც უცნაურად ჩავეხუტე ძალიან და დაახლოებით 15 წუთში აღმოჩნდი ახალშობილთა პალატაში აი ესეთ გარემოში ეს ბიჭარება და გასვეს სკოლზე არა გულზე არ დამოსვეს არ დამოსვეს ჩათვალის არ დამოსვეს მაგრამ აღმოჩნდი ესეთ გარემოში ესეთ ვითარებაში სადაც ცხოვრებაში არ ყოფილვარ და ყველას უსურვებ ვინც არ ყოფილა ახალშობილთა პალატაში, სადაც 8 თუ 9 ახალშობილი ბავშვი იყო, მათ შორის ჩემი ბავშვი ალექსანდრე და ნუ მუხლები მეკეც ნერვიულობ ბედნიერებისგან რაღაც განცდის გაურება თან ძალიან ნერვიულობდი მანამდე, თან ძალიან მიხარობდა. მაგრამ ამ პალატაში რომ აღმოჩნდი ახალშობილთა აბსოლუტურად 64 იყო და ესეთი განცდა გამიშთა რომ ალბათ არ გამიჭირდება. გადარეულია. რომ
მომდენო დღეებში გავიგო ეს ასეთ ემოციებში მამა იშვიათად მინახავს. გინდოდა ასე შვილი? არა, მე მგონი უფრო მეტად გაგიჟდი. არა, ეხლა არ უმალავ, რომ აბსოლუტურად არანორმალურ განცდებში ვარ. გეტყობა. და ის 7-8 ბავშვია, მინდა გავიგო მათი სახელი, გვარები, მათი შობლები გავიცნო და წლები რო გავა რაღაცნაირად დაბადების დღეს რო გადავხდე ალექსანდრეს, მინდა რომ აი 7-8 ბავშვიც დავპატიჟო და მინდა რომ ერთად გაიზარდონ. და რა არის ძალიან დიდი ბიჭი რო ქვა და ალექსანდრე რო ეთქოს მე და ერთმანეთს ვიცნობთ პალატაში ვიცეკით პირველ ხაბესათა. პირველი მეგნახე შვილო. იცი რა მითხარი? კაბიჩობიერება ნორმალურად ჩაიარა. კი, ღმერთის წყალობით, დიახ. ეხლა იწყება ეტაპები რა იცოდე, ხამითენება. დაიწყო 4 დღეა პრაქტიკულად არ მიძინია და პრობლემა არ გაქვს. ზადვარ და ისიც რა აბსოლუტურად თავს უფრო მივეცი რომ სხვა ცხოვრებისეულ პრობლემებზე ნაკლებად რეაგირებდე. 100%-იანი. ეს დღეები და დღემდე რაღაცნაირად სიმართლე გითხრათ არ მაქვს დანაშაულებული განცდა ამას რო ვაკეთებ. რა ნორმალია არის, ნორმალია, არაფერი არ მაქვს აბსოლუტურად. აი რა პრობლემა რიშჭა, ჯერ სადახარ. დროებით უკანა პლანზე გადავწიე ნამდვილად. იკანორ, გაგვეცანი ვინ არის ალექსანდრეს დედა? ძალიან მაგარი ადამიანი, რომლის ძალიან 90% მისი დამსახურებაა, რომ მე დღეს ესეთი ბედნიერი ვარ. თუ შეიძლება უფრო მეტიც. ეს არის მაიკო ბეგიაშვილი, ადამიანმა, რომელმაც ძალიან ბევრს გაუძლო და სურპრიზი იყო ძალიან ბევრისთვის. ეხლა ჩემმა ოჯახმაც დაახლოებით ბავშვის დაბადებამდე 2 თვით ადრე გაიგო ეს ამბავი და ძალიან ბევრმა არ იცოდა. ეს რაღაც იცით რა იყო? მალავდი, არ გინდოდა რა? მქონდა აბსოლუტურად ეს შინაგან სულიერი მღელვარება მქონდა, განცდის გაუარება. იყო დღეები ძალიან მიხაროდა, იყო დღეები ძალიან ნერვიულობდი, იყო დღეები, როდესაც ჩემ თავში ვიკეტებოდი, იყო დღეები, როდესაც ყველას გიჟებით განცდებს უზიარებდი ახლოს და მაგრამ ამ ადამიანმა შეძლო შეუძლებელი ნამდვილად და ძალიან მიყვარს და შეუძლებელია ხო სხვანაირად იყოს ხო რა თქმა უნდა. რო არა ეს ადამიანი მე ესეთი ბედნიერი ვერ ვიქნებოდი ამიტომ რამდენი ხანია ერთად ხართ? ჩვენ დაახლოებით 7 წელია მე როგორი ურთიერთობა არა შენ 7 წელი ყველას გამოაპარა აი როგორ უნდა მალოთ სიყვარული ძალიან დიდი პატივისცემა გამოჩნია ამ ადამიანის მიმართ ნამდვილად და იქ სამშობიაროში ძალიან უცნაური არაორდინალური უბრალოდ ვითარება იყო როდესაც ანუ მშობელი ჩემი ჯერ კიდევ ამაში ჩემი ბრალი არ იცნობდა მაიკოს მშობლებს და იქ უცნაური ვითარება იყო რომ ადგილზე ვაცნობდი ამ სიხარულის ასე ვთქვათ მორევში ვიყავით და ამასაც თავისი პეწი ეხა რა თქმა უნდა აქვს გეკმოთ რამე ქართულ ქორწილს იცით არა ქართულს ისეთი არ ვიცი ეხლა იმდენად ჯერ ალექსანდრეს ემოციებში ვარ ბედნიერი ვარ რომ სხვა არაფერზე აც ფიქრი მინდა ვერ ვფიქრობ რა თუ არ მინდა ვერ ვფიქრობ ერთადერთი ეხლა აქედან ერთი სული მაქვს როდესაც გავალ და მივალ სამშობიაროში ალექსანდრესთან ვიდრე მიხვალ ალექსანდრესთან მინდა რომ გამოსთა ჩაგიტარო მოდი შევარჩიე ბიოლაინი ეს არის ობიექტურად გეონები ის ხაზი მე გეტყვი რაც რითიც საბა გაიზარდა იმიტომ რომ ანტიალერგიულია პირველ რიგში შემსმშოვანი მაგიტოა რა ძალიან ნებისმიერ გრძნობიარე კანზეც ისეთი არა და ყველა დედა რომელიც ხა ტელეეკრანთან ზის იცის ამ ყველაფრის ფასი რომელშიდაც არის მოთავსებული ყველაფერს შეიცავს თავისთავად ამ თვალს ამ მიმართულებით ძალიან ცუდი განათლება ამიტომ მე შენ ხა გაგანათლებ გვაქვს წარმოდგენილი წყლის თერმომეტრი სველი ხელსახოცები, შხაპის გელი, თმის შამპუნი, ტანის საცხი, პამპერსის ქვეშ წასასმელი საცხი, ფხვიერი ტალკი, იღლის და კისერს წასასმელი თხევადი ტალკი, სახის დამატენიანები. ტალკი გამიგია. მოდი, უნდა დავიწყოთ იგივე პუდრა. უნდა დავიწყოთ ჯერ ბავშვის დაბანით. ვიდრე ბავშვს დავბათ, თერმომეტრით უნდა ვნახოთ რამდენი გრადუსია აქ. თერმომეტრი სად გვაქვს? თერმომეტრი სად არის? აი? ეს არის. რამდენი აწერია მანდ? შეუძლია შენ ცოს მადლობა გვითხრას ნანუკა შოუს უკვე განათლებულს გაგიშვებთ აქედან 27 ჩაგდა ეს ძალიან ცხელია შენ ამდენი შამპუნი ამდენი რაღაც ერთად ძალიან დიდი ხანი ერთადერთი ადგილი სადაც ხედავდი ეს იყო სალონი თმის და ეხა იქაც აღარ დავდივარ პირველად ხედავ ნიკა ეს ძალიან ცხელია შენი ბავშვისთვის ანუ ნახე 40-ს და ესე ტემპერატურაში ბავშვი არასოდეს არ დაბანო მაშინ არ დავბანთ.
არა, ეხლა უნდა დავბანოთ. იმიტომ რომ ეხლა მაინტერესებს როგორ ბან. სხვათა შორის მინდა გითხრა რომ ეს არის ის იშვიათი გამოსკლა. ტომუქვია ხო? კი. ტომიტაპი? ეს ამის უნიკალურობა იცი რა არის? როცა ბავშვი აქ ბანი ისე როგორც დედის მუცელში. თავს ისე გრძნობს, როგორც დედის მუცელში. აი ხედავ? კი, ნამდვილად. აი იღე თოჯინა და დაბანე ბავშვი. მაგრამ როგორ ბან დუშგელი სად არის? შამპუნი? აქა ძალიან ცუდ მდგომარეობაში მაგდებ. აი ესენი, აი აქ, მოდი, ამას შეეშვი ყველაფერს ეს აგრებს. მოდი, აი აქ მიხედე, აი აქ. აი აქ. ხო. აი ეს იქნება. რა წერია? ეს არის თმის. ხო, ტანის? თმის, ცინიკურია თმის. ეს ტანის ეს არის. ტანის ეს არის. ესე იგი აქ უნდა ჩავასხათ, ხო? დიახ. საერთოდ ამბობ, ესე არა, მოdaახურე? აა. ცოტა? თუმცა შეგიძლიათ, შო, მეტი აღარ. ძალიან ეს ისეთი ანტიალერგიულია. ესე უნდა ქნა ნიკანორ. აკაფო. არასდროს ჩასხი. რომელი ჩავასხი? რა ჩასხი? არა, ეს არა. აი ეს უნდა ჩასხი. ხო გითხარ ერთია თქო. არა, ცალ. აა, body and ეგ არის ერთი აქვს, ვიცი, რადგან ვიცი ბიოლანი, ესე იგი ვიცი. ეს კარგი სუნიკი იყო რა ჩაასხე. კიდე? აჰა, აურია. მას ერთ დღიანი კურსი არ მეყოლა. არა, მაგრამ ნუ მაინც უკვე კარგია, პროგრესი გვექნება. მე მისცემენ პირდაპირ ბავშვს. აი ესე უნდა გაგიმზადო პირსახოცი. ეხა თოჯინა, როგორ უნდა ჩასო? ნელა, ვითომ ბავშვია. ნიკაპი უნდა დაუჭირო, აი ესე. ეს სხვათა შორის აი ძალიან ვინერვიულ, როდესაც პირველად ავიყვანე ხელში, ვინდენ პატარა. შედაბანის დროს ნახე რა სინერვიულებ. ეს სულ იმარ, როდის გაიზრდება, რომ ეს გემრიელად ჩავიხუტო და. დასაბანია ბავშვი, ჩასვი? არა, ესე უნდა ჩასვა. აი ესე, ესე უნდა დაიჭირო. აა. ბავშვი, აი ეს. და ამოუსვა. შეგნია? ამოუსვა. კი, აი ესე უნდა უნდა ამოუსვა. მაჩარის, აი ესე კისერში დაეცხე, იმიტომ რომ აქ თუ დაოფლილია, აქაც დაჭირდება. კარგად, დიდი მოუხერხებელი ვიღაცები ხართ ეს კაცები. კარგი ამოიყვანე. მე ესე ვიღაცამ უნდა დაგახვედროს ეს, უნდა გამოგართოს ბავშვი. მოდი აქ, აი აქ უნდა დააწვინო, ეხა შეამშრალე და გააგრძელე. ასე კი არ არის მარტივი საქმე. ახლა რასაკეთებენ დედები? როგორ გგონია? კისერში რასასხავ? თუ მაგალითად სიცხე და სიცხარე ან არ არის? პირდაპირ გეტყვი, არ ვიცი. პირდაპირ. ესე იგი ჩვენ უნდა დავასხათ კისრის თხევადი ტალკი ცალკე. აი ეს ტალკი სიტყვა გამიგია. ერთი წამით. ეს მშრალია და ქვედა ნაწილში. ოღონდ გამშრალე, თორე სველი რო დაგჭება, სულს რომ ტალკს დააყრე, გამოგეწყვება. ანუ ეს ის არის, ქვევიდან რომ დამოუსვა, ხო? ხო, ეს ქვევით უნდა დააყარო. აიცადა? აი ვსა. ხო, მოხსენი? ეს ქვემოთ. არა, პირდაპირ ესე უნდა დააყარო. აი ესე ნახე. აი ესე დააყრი. მე ესე ფეხს აუწე. და ესე. ხედავ? არ ყოფილა მარტო. პამპერსი უნდა ჩააცო ამ დროს ნიკანორ. პამპერსი. პარალელურად ტანის კრემი უნდა წაუსვა. სახეზე მე დიდად არ უსვამდი კრემს რო იცოდა ბავშვს. ეს დიდი ნაწილი უკნიდა, ხო, უფრო განიერი. ხო, დიდი ნაწილი. ეს ნახე უნდა გახსნა, აი ესე რომ არ შეაწუხოს და ესენი წინ გაუხსენი რომ არ შეაწუხოს. აბა ნახოთ თუ იცი. ეს უბრალოდ ეს აუწია რომ არ დაისოლოს ბოდი და არ მიაფსას ბოდეს. ეს ნახე, არა ნახე, ეს უკან ესე გაუკეთე რომ ბოდეს არ მიაფსას. თორე სხვათა შორის ბიჭები განსაკუთრებით ყველაფერს აფსავენ. აი. ეს გამომივიდა. ხო, ვითომ? არა. ნუ პირველ ჯერზე არა კარგია ნიკანორ. ეს ცნობილი ფილმი როა პაპაშა. ფრანგული. სხვათა შორის გადასარევია პირველ ჯერზე. მეტი რა ქნას ახლა? კიდევ სოლის სალფეტკებია. შეგეძლია იხმარო. ისთვის ხმარობენ? ნუ რომ მოისაქმებს. მოსახერხებელია ჩაიგდე, ხელს გაუწნევ, კისერს გაუწნევ, ძაღლს. სახში თუ არ მოისაქმე და გარი თუ ხარ განსაკუთრებით. ხო, განსაკუთრებით კი. მე რეალურად მაგრისთვის გამოვიყენებდი სულ სალფეტკებს. ნუ ეს ცალკე რაღაც ერთი აკადემია, ამას რაღაც. მოკლედ, შენ გაქვს რამდენიმე დღე, რომ იმეცადინო, ბიოლაინმა სპეციალურად შენთვის გააკეთა საჩუქარი. აქ არის ყველაფერი. ეს ყველაფერი
ყველაფერი შენია. ალექსანდრეს. ალექსანდრეს გაუკეთა ბიოლაინმა საჩუქარი. სოსკის დასამაგრებელი დედო რამდენი რამე უჩუქებიათ. სოსკა. ეს ბოთლის სარეცხი. ეს სალფეტკები, თერმომეტრი. უკეთ რაც უნდა გეყიდა ნიკანორ, აღარ იყიდო. ყველაფერი გაქვს. ეს ძალიან დიდი მადლობა. ხო, ეს სპეციალურად მეორედაც ფიქრი შეიძლება. კი. აკედა რომ წახვა მეორეზე, იფიქრე, ეს სპეციალური ჩანთა, ეს მისთვის სათამაშოები და ეს სპეციალური სოსკები, ძალიან მაგარი. ამას მიხვდება შენი. ძალიან დიდი მადლობა. ეს ყველაფერი შენ ბიოლაინისგან, უმესი მადლობა და ჩემგან კეთილი სურვილები, ალექსანდრეს ჯანმრთელობა. ალექსანდრეს ჯანმრთელობა და ჯანმრთელობა ყველა ბავშვს და მინდა უსურო ის მსგავსი სიხარული და ბედნიერება ყველა ოჯახს აბსოლუტურად ვისაც ჯერ ეს არ განუცდია და ასევე მინდა ყველა იყოს იმდენად ბედნიერი რომ ვიცით რა განცდა დამეუფლა კი ძალიან ბევრ რაღაცაზე ახლა პოსტ მშობიარობა ვფიქრობ რომ აი ამ ბედნიერებას და აი ამ სიხარულს განიცდი და განუცდია ძალიან ბევრ დედას ძალიან ბევრ მამას და მე რაღაცნაირად არა უარი უთქვამთ ერთია და მე ამ ცხოვრებას რაღაცნაირად ეს ბედნიერება ტრაგედიად გადაუცევია და იცით ეხლა მივხვდი თუ რას ნიშნავს ეს ეხლა აი ამ ბედნიერებას რომ ჩაანაცვლებს და მინდა იყოს მშვიდობა ჩვენს ქვეყანაში რომ ბედნიერები ვიყოთ იმიტომ რომ მე ხო გეუბნები ჩემ თავს ვერ ვცნობ არა მეც ვერ ვცნობ აშკარად ვერ ვცნობ მე მგონი მინდა რომ ავაზე შეიძლება ხოლმე ნახო ისეთ პოლიტიკურ ოპონენტებთან ერთად რა რა ვიცი მინდა ყველა ესეთი ბედნიერი იყოს ნებისმიერი აქ დამსწრე და ყველა ჩვენ ქვეყანაში მაცხოვრებელი ნიშნულობა არ აქვს ვინ იქნება ის აბსოლუტურად ვერცდები მე და მამა ნიკანორი გემშვიდობებით შემდეგ ოთხშაბათს მარტო მე დავბრუნდები გვიყურეთ ყოველად შაბათს